მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცემით. კვლავაც დაძაბული რჩება სიტუაცია და კრიტიკული ახლო აღმოსავლეთში. ისრაელ-ირანის დაპირისპირება მართლაც საკმაოდ ფართო მასშტაბიანი ომის ხასიათი მიიღო. გუშინ სახელმწიფო ტელევიზიის შენობა დაიბომბა, ასევე ისრაელის ტერიტორიაზე არსებული ობიექტებიც იბომბება. მოკლედ ერთმანეთში ცვლიან მხარეები აი ამ ოპერაციებს და ამას თან საკმაოდ სერიოზული პრობლემა მოსდევს თან, იმიტომ რომ იქ ისრაელშიც და ირანშიც რადიაციული დონე შეიძლება აიწიოს, თუ კი ეს ბომბები ჰიპერბგერითი ბომბები მოხვდება იმ ობიექტებს, სადაც მაგალითად არის საფრთხე იმისა, რომ გაბოჟოროს რადიაციამ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სასწრაფოდ არის შესაძლებელი ეს ომი, თუმცა რამდენად რეალურია ეს უკვე მეორე თემაა, იმიტომ რომ ამ ომმა შეიძლება სხვა ქვეყნები ჩართონ. სხვა ქვეყნები ჩაერთონ ამ დაპირისპირებაში, იმიტომ რომ დიდი ნაწილი გარკვეული ზოგი ისრაელს უჭერს ხაზს, ზოგი ირანს და თუ კი ეს შემდგომ გაცდა და მოედო ეს ომი სხვა ტერიტორიებსაც, ეს მართლაც უკვე მესამე მსოფლიო ომიც შეიძლება ამით ყველაფრით იქნას გაჩაღებული. სხვათა შორის აი ხშირად ჟირინოვსკის განცხადებები ხშირად ხვდება თქვენს ალბათ ტელეეკრანებზე და ერთ-ერთი ასეთი გამოსვლა ჰქონდა მას სწორედ ამ ომთან დაკავშირებით და ისაუბრა იმის შესახებ, რომ სწორედ მესამე მსოფლიო ომი აი ამ დაპირისპირების შემდგომ გაჩაღდება. და მართლაც ესეა მეგობრებო, ხა რო უყურებთ ამ პროცესებს, ღმერთმა დაგვიფაროს მესამე მსოფლიო ომი რომ მოხდეს, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ძალიან სისხლისმღვრელი, ძალიან დამანგრეველი არის ეს დაპირისპირება, თუ ამას დაპირისპირება რბილად შევარქვათ, ეს დაპირისპირებაც აღარ არის, ეს არის სისხლისმღვრელი ომი და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ, გუშინაც საუბრობდი ამის შესახებ, გონიერება, გამოვიჩინოთ უნდა საკმაოდ დიდი სიბრძნე, რომ აი ეს ომი ჩვენ ტერიტორიაზე არ გადმოვიდეს, იმიტომ რომ მავანთ სურთ, რომ აი ეს დაპირისპირება სწორედ საქართველოში იხილოს და საქართველო იყოს აი ეპიცენტრი ამ დაპირისპირების. Ai Жириновскиზე რო საუბრობდი, აი ხა მოგასმენინებთ მის განცხადებას ომთან დაკავშირებით. Я даю прогноз, все остальные молчат. Значит, что будет сейчас? И давайте вопросы. Я же уеду скоро. И у вас не будет шанса узнать правильный ответ на ваши вопросы. Потом через 20 лет скажете: о, Владимир Владимирович нам тогда еще говорил, как надо было поступить. А мы не поступили. Значит, какой у них план? Еще они должны 7 стран арабских оккупировать, разгромить Сирию и силовым ударом разрушить Иран. Что в этом случае является детонатором, или вернее даже допинг? Откуда идет, как говорится, вот, напор против Ирана? Арабские страны, как бы они, силовую демократизацию, на самом деле взять под контроль все энергоносители. Потому что будущий кризис, он уже идет, собственно, он не будущий. Америке надо ослабить Китай. В случае удара по Ирану цены на нефть взлетают $200 за баррель. Китайская экономика не выдержит. И Евросоюз не выдержит. То есть ударом по Ирану Америка ослабляет Евросоюз и Китай. Но остается Россия. А как ее ослабить? Беженцы из Ирана могут двигаться только на север. На юг Сирия, проамериканский режим будет уже установлен. На юг Ирак воевали. Много лет они враждуют. Только на север, тем более коридор азербайджанский. Ari, რა ვიცი ხა, რასაც ეს კაცი ლაპარაკობს, პრინციპში ყველაფერი ხდება და აი მის აი ამ ანალიტიკურ აი ამ გამოსვლაში ბევრი სიმართლე შეიძლება კაცმა დაიჭიროს, იმიტომ რომ მართლაც ხა ჩინეთის ინტერესებიც ილახება, იმიტომ რომ ჩინეთი იღებს ენერგომატარებლებს ირანიდან და მას საკმაოდ დიდი პრობლემები შეექმნება, თუ კი ირანი იქნა აგვილი პირისაგან მიწისა
და ყველაზე დიდი, ესე იგი, ყველაზე უფრო მოგებული ამ ყველაფრით შეება ამერიკის შეერთებული შტატები. ეს დაპირისპირება მას პირიქით გააძლიერებს, ნავთობის ფასები გაიზრდება კატასტროფულად და ევროპაზეც და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აზიურ და ამ საახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე, როდესაც გადავა, მოგებული რჩება ამერიკის შეერთებული შტატები. მოკლედ დღეს ამ თემებზე მოდით ვისაუბროთ, მეგობრებო. დღეს ყველა ექსპერტი გახდა ამ საკითხების და ყველა გახდა ირანისტი, ყველა გახდა ახლო აღმოსავლეთმცოდნე, მაგრამ ერთი ფაქტია, რომ ჩვენ დაფიქრების და ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ აი ამ სიტუაციაში და ჩვენ რო ეხლა მართლაც გქონდეს აი ცოტა სახელმწიფოებრივი ვიდგომა, დღესვე უნდა ჩვენი ლიდერები ჩადიოდნენ მოსკოვში, აფორმებდნენ სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულებას, იმიტომ რომ როდესაც ამხელა დაპირისპირებებია, შენ რო დაიცვა შენი ქვეყანა, უნდა ყავდეს ისეთი პარტნიორი, რომელიც დაგიცავს. საქართველოს მარტო რომ ვერ დაიცავს თავისავს, ეს ფაქტია. და ეს ჩვენ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვექნება საუბარი. ჩვენი გადაცემის სტუმრები გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისათვის, პოლიტსაბჭოს წევრი ბატონი გიორგი ირემაძე. სამშვიდობისა მოგესალმებით. მოგესალმებით. ასევე პარტიის თავმჯდომარე სოლიდარობა მშვიდობისათვის ბატონი მიხეილ ჭყენტი, მოგესალმებით. სამშვიდობისა მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. აი, მოდი დავიწყოთ საუბარი. ბატონო მიხეილ, აი თქვენი დავიწყოთ, მოდით, აი, რაც ეხა ჟირინოვსკიმ თქვა, ეს სხვათა შორის არის, აი, ნამდვილად, აი თითქოს, აი ამ ყველაფერს ესადაგება და რაც ამ ადამიანმა ბრძანა, ნამდვილად არის დიდი ჭეშმარიტება ყველაფერში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ბატონ ნიკოლოზ, ნება მომიცით ჩვენ გუშინდელი გადაცემის გამო, ჩემი გაცხარების გამო, მადლობა ბოდიში მოუხადო ჩვენ მაყურებელს, მაპატიეთ. გუშინ ძალიან გავცხარდით, იმიტომ რომ საკმაოდ მძიმე თემებს შევეხეთ. რაც შეეხება ჟირინოვსკის 2000 წელს ჰქონდა ჩვენ შეხვედრა დელეგაციის ფარგლებში ჟირინოვსკისთან და მან თქვა ძალიან საინტერესო რამ საქართველოზე. ორი წიგნი გვაჩუქა, ერთი იყო Последний бросок на восток და მეორე სარანჩა, რომელშიც ზუსტად აღწერილი იყო ეს პროცესები, რომელიც დღეს მიმდინარეობს სოფლიოში და ჩვენ გითხრა, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ ამერიკელები მოვლენ თქვენ მართველათო, არა, თქვენთან მოვლენ თურქებიო, ეს ხო 2000 წლის დასაწყისი. ნუ სამწუხაროდ ამ ადამიანის ყველა პროგნოზი თუ არა 90% პროგნოზი ასრულდა. გამომდინარე იქიდან, რომ მას ჰქონდა საკმაოდ კარგი ანალიტიკური აზროვნება, კარგად აწვდიდა თავის აზრებს და ამავდროულად იყო ინფორმირებული. ეს პროცესები მოგეხსენებათ არ დაწყებულა 1 და 2 წლის წინ, ეს პროცესები და ამ პროცესების დაგეგმვა დაწყებული არის 2000-იან წლებში და მსგავსი გადაწყვეტილებები არ არის მიღებული რაღაცა მოკლებადიან პერიოდში, მას საკმაოდ დიდი ისტორია ახლავს. მოსამზადებელი იყო სამუშაო, კრიზისი სახეზე იყო, კრიზისი დაწყებული იყო უკვე 70-იან წლებში, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი განაცხადა ოქროს სტანდარტზე, ასე ვთქვათ, გამოვიდა ოქროს სტანდარტიდან და თავისი ვალუტა პრაქტიკულად ქაღალდი, არაფერს აღარ დაუქვემდებარა და მხოლოდ ერთი ძალა ჰქონდა ამ ქაღალდს. უბრალოდ ამ ქაღალდის ძალა იყო ავიამზიდი და ბომბდამშენები, ვინც ამ ქაღალდს არ მიიღებდა მმართველად. და ასე ვთქვათ, ამ ქაღალდის საშუალებით დოლარს, რომელსაც ვეძახით, არ მოხდებოდა მსოფლიოს ზარსვა, რის დაბრუნებაც, რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს ძალიან დიდი სურვილით არის გამსჭვალული ბატონი ტრამპი და ამის აი ეს პრელუდია მიდის, აი ეს ქოლგა მიდის და არც მესამე მსოფლიო ომზე საუბარი არ იყო შემთხვევითი. კრიზისი უკვე 2000 წლებში ჩანდა, მსოფლიო კრიზისი, კაპიტალიზმის კრიზისი, რომელიც მე-19 საუკუნის დაწყისში უკვე სახეზე იყო, ორმა მსოფლიო ომმა გადაატანია ეს კრიზისი კაპიტალიზმს და მესამე მაშველი რგოლი ეს გახდა საბჭოთა კავშირის დაშლა, რომლის შედეგად 30 წელი იყო აი ამ დასავლეთს აი ეს ასე ვთქვათ ფორა. ყველა რესურსი ამოიწურა, ეხლა არის ახალი საძარცვი, ქვეყნები მოსაფიქრებელი, არის მოსანახი ახალი ძალები, ახალი რეგიონები ასათვისებელი, ეს აზიის რეგიონები იქნება, ახლო აღმოსავლეთის თუ პირველ რიგში რუსეთი, რომელიც საუკუნეების მანძილზე მოგეხსენებათ არის ხელოვნური ბარიერი ანგლო-საქსების გაბატონების დედამიწაზე. ჩვენ გვაქვს ეხლა მესამე მცდელობა რუსეთზე შეტევის და ამითი რუსეთის საბოლოო დამარცხების, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ მსგავსი განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებს და
ევროპის არც თუ ისე განათლებულ ელიტას. ასე რომ ჩვენ ხშირად გვიგვავს ახალი იალტა, ახალი მსოფლიო გადანაწილება, მაგრამ სამწუხაროდ დიდი ომის გარეშე არ ხდება მსოფლიო გადანაწილება და ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მაინც მოხდება დიდი ომი, რა თქმა უნდა, ბირთვული ომი გამორიცხულია, იმიტომ რომ კაცობრიობა დაიღუპება და აი ვინც ამ ომებს აწარმოებს, მათი ოჯახებიც არ არის გარანტირებული ამისგან თავი დაიცვას. ეთანხმებით და ეხლა სხვათა შორის Mi6-ის ხელმძღვანელად დაინიშნა ქალბატონი, რომელიც გვარი არის მეტრეველი და ვიღაცებს აქ იმედი გაუჩნდათ, რომ აი ეს აგვაშენებსო ეხლა მეტრეველიო და ეგ ისეთივე მეტრეველია, როგორც ეხლა მე ვარ სინძიპინი რა. კი, გასაგებია, რომ ქართული სისხლი შეიძლება კი იყოს მაშინ, იმიტომ რომ მამამ მისის გვარზე არის და ქართველი იყო მისი მშობელი მამა, მაგრამ საერთოდ დაკვირვებული ვარ, ვისაც ქართული ფესვები აქვს, ჩვენი მოწინა, ის უფრო მაგრა გვირწყამს. ის უფრო ბოდიში და უფრო დაგეშილია. ეხლა იმაზე იძახიან რაღაცა აი ამ ერდოღანზე, რომ ფესვები ლაზური აქვს და რა ვიცი, რაში გამოიყატება მაგით ლაზური ფესვები რა. რამე ქართული საქმე გაგვიკეთა, მესხეთზე იძახის ლექსებს. იმას რა ქვია ბოდიში და ამ ჩვენ ბათუმზე და ჩვენს აჭარაზე და ჩვენს იმაზე რა ქვია რაღაცა სხვადასხვა შეგრძნებები აქვს კაც და არბიტომ ვიღაცას თუ იმედები გააქვთ რომ მეტრეველი გააკეთებს ქართულ საქმეს Mi6-ის ხელმძღვანელი მაშინ ფსიქიატრიული ძალიან ახლოს არის და მიმართეთ რა იმიტომ რომ იქ ქართული გვარის გამო კი არ დაინიშნა ეს კაც სხვა ადამიანი პროსტად ეს სხვა რამის გამო დაინიშნა ბატონო გიორგი, აი თქვენ რა შეფასებებს გააკეთებდით, როგორ უნდა მოიმოქმედოს ჩვენმა ქვეყანამ ამ დაპირისპირებისას, როდესაც აი ესეთი ომი მძვინვარებს და აქ კიდე ვიღაცები ცდილობენ, რომ ან ერთი ან მეორე მხარის რაღაცა მხარდამჭერის როლი მოირგონ თავის თავზე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები პატივცემულ მაყურებელს. სხვათა შორის ძალიან სწორი პოზიცია უკავია საქართველოს ხელისუფლებას იმ მხრივ რომ ესე იგი ნეიტრალიტეტის ანუ მშვიდობის მხარეს არის ისევე როგორც როდესაც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაიძაბა სიტუაცია საქართველოს გამოვიდა როგორც შუამავლის როლი და შემრიგებლის როლი და ამ შემთხვევაშიც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია რომ ზუსტად აი ეს ნეიტრალური მხარე დაიჭიროს და მშვიდობის მოწოდებით მიმართოს ორივე მხარეს ირანისა და ისრაელის კონფლიქტის ესკალაცია ეს არის გაგრძელება უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტისა და ეს ემსახურება ზუსტად იმ ძალებს, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ჩვენ დავინახეთ, რომ შეერთებულ შტატებში დაიწყო კრიზისი 80-იან წლებში და მათ ერთადერთი გამოსავალი ჰქონდათ, რომ ესე იგი შეერთებული საბჭოთა კავშირი შიგნიდან დაენგრიათ, დაეშალათ და შემდეგ უკვე ძარცვის ხარჯზე გაეხანგრძლივებინათ ის კრიზისი, ანუ გაეხანგრძლივებინათ შეერთებული შტატების სახელმწიფოებრიობა, იქიდან გამომდინარე, რომ დასავლეთში ზოგადად ეს ეკონომიკური სისტემა არის პარაზიტული და თუ არ მოხდა გაფართოება ახალი ტერიტორიების ათვისება და იქ დანერგვა ამ დოლარის სისტემისა და ძარცვა შესაბამისად, მაშინ ისინი უბრალოდ ინგრევიან, შიგნიდან ასე ვთქვათ, ინგრევიან და მაშინ საბჭოთა კავშირის დროს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან 90-იან წლებში გაიტანეს დაახლოებით 15 ტრილიონის ექვივალენტის რესურსი. ანუ მათ შორის საქართველოსთან, როდესაც ჩვენ კარგად ხედავდით, რომ იშლებოდა ქარხნები, ფაბრიკა-ქარხნები, მიდიოდა ეს მეტალები და საქართველოს იცლებოდა, ხო, ყველანაირი რესურსიდან. და დღეისათვის ჩვენ ვხედავთ რა სიტუაცია არის რეგიონში. იგივე გრძელდება შეერთებულ შტატებში, მოგეხსენებათ 2008 წელს იყო კრიზისის ტალღა, ასევე 2014-ში, ანუ იგივე ეს დამთხევა არის, ხო, კონფლიქტების 2008-ში, რაც საქართველოში იყო კონფლიქტი, 2014-ში, რაც ვიხილეთ უკრაინაში, მაიდნის სახით და უკვე 2021 წელს პანდემიის ფონზე, ასევე შეერთებულ შტატებში ფიქსირდებოდა სერიოზული კრიზისი და მათ დაიწყეს კონფლიქტი უკრაინაში, ხო? და მაშინ მათ შორის
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, მათ შორის რიაბკოვიც აცხადებდა და აფრთხილებდა შეერთებულ შტატებს, რომ უკრაინის სახით, უკრაინის გამოყენებით არ დაწყებულიყო კონფლიქტი. და მაშინ ორთვიანი დიპლომატიის, ასე ვთქვათ, ენით ვერ, ასე ვთქვათ, დაარწმუნეს დასავლეთი, რომ კიევის ხუნტას არ დაეწყო კონფლიქტი. აქაც იგივე სიტუაცია არის ირანსა და ისრაელს შორის იმის ფონზე, რომ ესე იგი შეერთებულ შტატებში ასევე ფიქსირდება და მით უმეტეს ევროპაში. ჩვენ ვხედავთ ძალიან სერიოზული კრიზისის ნიშნებს, რეცესია მიდის, ამაზე უკვე აღარავინ დაობს. ტრამპი მოუწოდებს ფედერალური სარეზერვო სისტემის დირექტორს პაუელს, რომ დაწიოს საპროცენტო განაკვეთი, ის პასუხობს, რომ ის არ ემორჩილება ანუ ის პირდაპირ არ ემორჩილება მას, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა თეთრსახში მისი ვიზიტი უკავშირდებოდა იმას, რომ ის უკან იხევდა, მაგრამ ეს შეერთებულ შტატებს არ უშველის, მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე თვე არის, რამდენჯერმე დაფიქსირდა საფონდო ბირჟების ვარდნა და კონკრეტულად აი ბოლო საფონდო ბირჟის ვარდნა SP 500-ის ეს საფონდო ინდექსის ვარდნამ გამოიწვია $1 ტრილიონის დაკარგვა ზოგადად ამერიკული კომპანიებისთვის. ეს კრიზისი და ტენდენციები გრძელდება და შესაბამისად აი ამ ლიბერალურმა ძალებმა გადაწყვიტეს, რომ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის ესკალაციით ისინი შეძლებდნენ ეს მართული ქაოსისა და იმ ტექნოლოგიის გამოყენებით, რომლითაც, ესე იგი, როდესაც სხვა ქვეყანაში აორგანიზებენ კონფლიქტს, ამით ისინი შეერთებულ შტატებში მოიზიდავენ იქ არსებულ რესურსს. ხო, როგორც ეს მოხდა უკრაინაში დაორგანიზებული კონფლიქტის დროს, როდესაც ევროპიდან დაახლოებით $1 ტრილიონი ექვივალენტი რესურსის პორტირება მოხდა შეერთებულ შტატებში. ეხლა რაც შეეხება ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი, ესეც უკავშირდება კრიზისს, მოგეხსენებათ წელს ძალიან სერიოზული კრიზისული ეს ტენდენციები დაიწყო, რაც ეღამთქვის საფონდო ბირჟებთან დაკავშირებით და პირველ რიგში ალბათ ბრიტანეთი არის დაინტერესებული, რადგან ყველაზე მეტად ცუდ სიტუაციაში ზუსტად ბრიტანეთიანის და ისინი ცდილობენ, რომ დაძაბონ რეგიონში სიტუაცია, მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია და ეს გამოიწვევს იმას, რომ ესე იგი ენერგომატარებლები, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მოგეხსენებათ, საკმაოდ მდიდარი მხარე არის, მათ შორის ირანში ყოველდღიურად იწარმოება 2 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი და თუ მოხდა ესე იგი კონფლიქტი, ეს 2 მილიონი ბარელი ნავთობი ყოველდღიურად იქნება დეფიციტი ზოგადად მსოფლიო ნავთობისა, ამან გამოიწვია დაახლოებით უკვე 20-25%-ით გაძვირება მსოფლიოში ნავთობზე, ასევე თუ ეს ესკალაცია გაგრძელდა და ირანმა წინასწარ განაცხადა, რომ თუ ირანზე მოხდა სერიოზული დარტყმა, ირანი გადაკეტავს ორმუზის სრუტეს, რომელიც საიდანაც მოგეხსენებათ მთელ მსოფლიოს ენერგეტიკის 20% არის, მათ შორის ნავთობისა და გაზისა და თუ ეს მოხდა, წარმოიდგინეთ 20%-ით გაიზრდება ენერგომატარებლებზე ფასი და შესაბამისად დაიწყება კრიზისი. ეხლა მე ვფიქრობ, რომ აი ეს რაც ხდება ეხლა ახლო აღმოსავლეთში, ეს არის ამერიკის პროვოცირებული, იმიტომ რომ ამერიკა არის ისრაელის მოკავშირე და ამერიკის ნების გარეშე ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაიწყებდა ისრაელი ამ ფართომასშტაბიან შეტევას. ეს არის გამორიცხული. იმიტომ რომ კი ისრაელს აქვს საკმაოდ დიდი შეერაღება, საკმაოდ მძლავრი სახელმწიფოა იმ კუთხით, რომ შეუძლია ეს ოპერაციები ჩაატაროს, მაგრამ ამერიკის გარეშე ისრაელი ვერ აწარმოებს ომს ირანთან და ამიტომ აი უნდა დაუკვირდეთ ერთ რამეს, ესე იგი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებსაც ენერგომატარებლები გააჩნია, ეს არის ერაყი, ეს არის ავღანეთი, ეს არის სირია, ყველგან მათ დაიწყეს მოქმედებები ამ ქვეყნების განადგურების მოთხოვნით. ჩვენ ერაყში გვახსოვს, ერაყშიც ეგეთი იმის იყო, რომ იქ თითქოს ამზადებდა ხუსეინი რაღაცა იქ ბირთვულ შეერაღებაზე იყო ლაპარაკი, ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს. 3 თვით ადრე, სანამ ეს დაიწყებოდა საომარი მოქმედებები ახლა დღეს ირანში, გამოდიოდა ამერიკის შეერთებული შტატების მაღალჩინოსანი ქალბატონი
რომელმაც თქვა, რომ ჩვენო ვერ აღმოვაჩინეთ ვერავითარი იქ ბირთვული შეერაღების კუთხით რაღაცა მომზადებაო და სამთვეში რა შეიცვალა, ხო? ანუ სამთვეში რა უნდა შეცვლილიყო ახლა იქ ისეთი, რომ ეს პოზიციები სხვაგვარად დაკვალიფიცირებული. ეს ხო გამორიცხულია. ეს არის უბრალოდ საბაბი რა. ხო, ანუ საბაბი რომ აი რაღაცა მე შევლენ იქა, მე ვერ აღმოაჩენენ ამ ყველაფერს, რა სამაგიეროთ რა, მე ხა რა შვება იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ყველაფერში ჩართულია, არაფერი. ნადგურდება ქვეყანა, ნადგურდება, ეხა ეს Mi6-ის ქართველი ხელმძღვანელი რას აღმოაჩენს არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ არავითარი ამ კუთხით არავითარი რაღაცა ხელშესახები რამ არ არის, ჩვენ ხედავთ ამ ყველაფერს, მეგობრებო. ესეა და ამიტომ აი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, აი ტულსი გახარდი, რომ გაბარდი, დიახ, ტულსი გაბარდი ამბობდა ამის შესახებ, აი მინდა მოგასმენინოთ. Cyber operations and capabilities also present a serious threat to US networks and data. The IC continues to assess that Iran is not building a nuclear weapon, and Supreme Leader Khamenei has not authorized the nuclear weapons program that he suspended in 2003. The IC continues to monitor closely if Tehran decides to reauthorize its nuclear weapons program. In the past year, we've seen an erosion of a decades-long taboo in Iran on discussing nuclear weapons in public, likely emboldening nuclear weapons advocates within Iran's decision-making apparatus. Iran's enriched uranium stockpile is at its highest levels and is გაბარდი, რომელიც გახლავთ ამერიკის ერთ-ერთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი, გვარწმუნებდა, რომ ირანს შეჩერებული ქონა ბირთვული იარაღზე მუშაობა. და 2 თვის შემდეგ რა შეიცვალა, ხო? ბიზეზი ბირთვული იარაღი თუ არის, რა შეიცვალა? 20 წლის წინაც ერაყში შევიდნენ ქიმიური იარაღს აწარმოებდა ვითომ ჰუსეინი და ნახეთ რომ ვერაფერი ვერ აღმოაჩინეს. 70-იანი წლების უკანაც ირანის შახის დამხობის რა უწყობდა რევოლუციას წინ რომ დემოკრატიის და რაღაც გარკვეული სხვა პროცესი. ანუ ყველაფრის უკან რაც კი ხორციელდება ახლო აღმოსავლეთში დგას ამერიკის შეერთებული შტატები. და მიზანი რა არის ხა რო შევიდნენ ან ესე იგი ქიმიური იარაღი ან ბირთვული ან რაღაცა და შედიან. კადაფი რატო იმას ხდეს ჩამოაგდეს? ხო და დღესაც ლიბია არის ნანგრევებში. ქვეყანა რომელიც აწყობილი ქონდა, ხა დიქტატორი იყო თუ რა იყო, იმ ქვეყანას უნდოდა ეს დიქტატორი. ყველა ხალხი ირჩევს იმმართველობას რაც სურს. ზოგს დიქტატორი უნდა, ზოგს უნდა დემოკრატი. შენ რა შენი საქმეა ეს? ვინგე, მოიცა საუდის არაბეთი ამერიკის მოკავშირე რო არის, იქ არის დემოკრატია? ადამიანებს ისე აკრობენ როგორც არაფერი. ეხლა აზერბაიჯანში არის დემოკრატია? რატო ვერაფერს ვერ უბედავს? და ამიტომაც არის, აი როგორც ავღანეთში ამერიკელებმა დატოვეს, აი ასეთი კადრები განმეორდება ძალიან ბევრ ქვეყანაში, მეგობრებო. Паника в аэропорту Кабула. После захвата президентского дворца талибами тысячи людей пытаются покинуть Афганистан. В давке погибли 3 человека. Еще 3 попытались зацепиться за шасси взлетавшего самолета и разбились. Сообщается, что взявшие на себя охрану терминала на время эвакуации иностранных дипломатов и граждан, американские военные расстреляли 2 вооруженных мужчин. Среди бегущих из страны тысячи афганцев, которые на протяжении последних лет сотрудничали с США и теперь опасаются репрессий. Многие боятся возвращения суровых шариатских законов. С 1996 по 2001 год, когда талибы контролировали большую часть Афганистана, за воровство отрубали руку, за супружескую измену забивали камнями. Девочкам запрещали учиться в школе. При этом боевики обещают не мстить и сформировать, цитата, კარგად ვიცით, ტრილიონობით დოლარი დახარჯა ამერიკამ ავღანეთში. და სურათი ნახეთ როგორ გარბოდნენ. მე ამ ჩვენ მოღალატე ქართველებსაც მინდა მიმართო, რომ აი ესე გაიქცევით თქვენ თბილისის აეროპორტიდანაც. თქვენც აი ესეთი ბედი გეწევათ. და კიდე იმ ქვეყნებიდანაც, იმიტომ რომ ამერიკა ესე ამთავრებს ყველგან. ვიეტნამში შევიდა, ყუდამოძუებული გამოიქცა. ავღანეთში შევიდა, აი ესე თვითმფრინავებით ასე გაასწრეს იქაურობა. უკრაინაში დაიწყეს და ხედავთ აგერ დღეშიც არიან ჩაფრულები არიან ამ ყველაფერში. ეხლა წამოიწყეს ეს ომი,
რომელიც ასევე მათივით სასურველად არ დასრულდება. ეხლა ტრამპი კი იძახის, მე არაფერ შუაში არა ვარო, ეგო მაგათმა დაიწყესო, მაგრამ თვითონ ნეთანიაჰუ გამოვიდა და შეთანხმებული იყო ეს ოპერაცია ტრამპთან. ანუ გაყიდა ტრამპი ფაქტობრივად ნეთანიაჰუ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამერიკაც ცდილობს, რომ ყველა ჩაფლოს რაღაცა გარკვეულ ჭაობში და მე ამით იხეილოს. აი ეს არის მათი პოლიტიკა. საიგონი კადრები არსებობს საიგონიდან როგორ გარბიან და როგორ წიხლებს ურტყავენ თავიანთ აგენტურას. სულ რამდენიმე ადამიანი გაიყვანეს ამერიკელებმა, თავისი ბობოლა აგენტები, დანარჩენები ვერცერთს ეკიდებოდნენ და წიხლებს ურტყავდნენ და ანუ კადრია, როდესაც მოდიან უკვე გამწარებული ვიეტნამელები და რაბედიელის ამ ხალხს ეს უკვე სხვა საკითხი არის და ყველა ვიცით. Ну, მოცემულობა ძალიან მარტივი არის, კაპიტალიზმი როგორც ასეთი თავისი ბოლო გაფართხალების შედეგად აწარმოებს იმას, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ და თქვენ სწორედ ზარეთ სხვა მეთოდები იყო საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში, როდესაც პავლე მეორე მოგეხსენებათ 6 თვიანი ციკლი ჰქონდა მოგზაურობის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში და ცდილობდა დაერწმუნები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, რომ ნავთობის ფასი დაცემულიყო იმ კრიტიკულ ნიშნულამდე, რომლის შედეგად საბჭოთა კავშირის ეკონომიკა აღმოჩნდებოდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რასაც მიაღწიეს. უბრალოდ ეხლა ფორმა შეიცვალა. დღეს უკვე დარწმუნების მაგივრად იწყება იარაღის ჟღარუნი და ეს იარაღის ჟღარუნი გრძელდება უკვე რამდენიმე ათეული წელია. აი ეს რევოლუციები, ეგრეთ წოდებული ხავერდოვანი რევოლუციები, ზოგს ვარდები, ზოგს ღირსები, ზოგს უღირსობი, ზოგს კაცობის, რა ვიცი, რა ცინიკური სახელი არ მოიგონა ამერიკელებმა, რომ ეს რევოლუციები მოეხდინათ და მე ამ რევოლუციების შემდეგ ჩვენ ხედავთ ამ ქვეყანაში რა მდგომარეობა. უფრო მეცაც გეტყვით, ყველა ის ქვეყანა, რომელშიც დაამხეს ეგრეთ წოდებული დიქტატორები, ეს თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების პირშო იყო, იმიტომ რომ მე ზუსტად შემიძლია მოგახსენოთ, რომ 80-იანი წლებისთვის უკვე საბჭოთა კავშირს არ ქონდა ის ძალა, რომ შეექმნა თავისი რეჟიმები და მე ეკონტროლები. ანუ ბატონი თავის მონებს ერთჩვენიერ დღეს აჭრის თავს, იმიტომ რომ მონამ შეიძლება ჩათვალოს თავი, რომ ის არის დამოუკიდებელი. არ მინდა ანალოგიური მდგომარეობა განმეორდეს საქართველოში და ამიტომ კიდევ ერთხელ მოუწოდებ ჩემ თავსაც, ჩემ კოლეგებსაც, მეგობრებსაც, ტელემაყურებლებსაც, რომ ჩვენ ვიპოვოთ ჩვენი უსაფრთხოების ქოლგა. უსაფრთხოების ქოლგა ეს არის ის ქვეყანა და ის ქვეყნები, მათ შორის ჩვენ გუშინ ბევრი ვისაუბრეთ ბელორუსიაზე, რომელიც საშუალებას მოგცემს ძალიან მშვიდად გადავიაროთ აი ეს უმძიმესი კრიზისი და იმ სეტყვისგან თავი დავიცვათ აი ამ ძალიან სოლიდურ და ჩვენთვის ყველაზე ადვილად და ხელმისაწვდომ ქოლგის ქვეშ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ იმის მაგივრად, რომ აქ ჩვენ სახელმწიფოებრივას ვამტკიცებდეთ, აგერ 200 მეორე დღე პროტესტის 200 მეორე დღე და აი ეს გიჟები დარბიან რუსთაველზე, აქ ჩვენს გარშემო ცეცხლი არის გახვეული ყველა ქვეყანა თითქმის. და ჩვენ აქ ესე იგი ჩირაღდნების ესე იგი მსვლელობები, როგორც ფაშისტები აკეთებდნენ და დროშების დაწვევი ხდება რუსეთის. აი ეს არის აღსაკვეთი, იმიტომ რომ ჩვენ პირიქით რუსეთთან პარტნიორობაზე უნდა ვსაუბრობდეთ, რომ დაგვიცვას, იმიტომ რომ ჩვენ თავს რომ ვერ დავიცავთ, ეს ფაქტია, ხო? აქ კიდე აი რა ხდება ეს მოღალატეები, რეებს აკეთებდნენ. მაგრამ უნდა აღიკვეთოს ეს ყველაფერი, მე მგონი რა. დიახ, რა თქმა უნდა და რაც ვნახეთ, რომ ესე იგი პარლამენტთან გამოდიან ნიღბებში ჩირაღდნებით და ყვირიან რევოლუცია და აი დღეს იყო განცხადება შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან, რომ ისინი გადახედავენ მიდგომას საქართველოს მიმართებაში და გააძლიერებენ ამერიკის ინტერესებს საქართველოში. ანუ როდესაც მსგავსი განცხადება კეთდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი გააძლიერებენ გავლენას კონკრეტული ქვეყნის მიმართ, ამ შემთხვევაში საქართველოს მიმართ და პარალელურად ჩვენ ვხედავთ მსგავს ეგრეთ წოდებულ აქციებს, უფრო სწორედ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას
და ეს არის პირდაპირი კანონდარღვევა, ხო, როდესაც როგორც ვიცი, როგორც ცნობილი არის, ნიღბით გამოსვლა აქციებზე აკრძალულია, მით უმეტეს ჩირაღდნებით გამოსვლა აკრძალულია, პიროტექნიკა აკრძალულია და ეს მარგინალები, რომლებიც საკუთარ სახეს მალავენ, გამოდიან და ყვირიან, რომ რევოლუცია და აი ესეთი რადიკალური ფორმით, ხო? ეს რა თქმა უნდა არის სახიფათო პროცესი, ამას უნდა მიეხედოს ძირეულად, ანუ დასაწყისშივე უნდა აღიკვეთოს და მით უმეტეს, როდესაც ეს მარგინალები გამოდიან და შეურაცხყოფენ, რაც ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე კვირის წინ რუსეთის დროშის შეურაცხყოფა და გუშინ უკვე რუსეთის დროშის დაწვა, ხო, პარლამენტთან. ეს არის პირდაპირი პროვოკაცია, მცდელობა იმისა, რომ ჩვენი დიდი მეზობელი, მე ვიტყოდი, ისტორიული მოკავშირე, საქართველოს არც ყორია რას ისტორიაში მოკავშირე გარდა რუსეთისა, ხო? რომელთანაც ქართველი და რუსი ხალხი 200 წლის განმავლობაში 1801 წლიდან 1991 წლამდე ერთ სახელმწიფოში ცხოვრობდნენ, ხო? რუსეთის იმპერიაში შემდეგ იყო საბჭოთა კავშირი, ეხლა ვიღაც იტყვის, რომ ეს რაღაც საბჭოთა კავშირი რაღაც მაგრამ შედეგი ის არის, რომ ესე იგი ამ 200 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 10 ჯერ გაიზარდა, ხო? თუ იყო მე-19 საუკუნის დასაწყისში დაახლოებით 500,000, 1991 წლის მონაცემებით 5.4 მილიონი, ხო? დაახლოებით ესე იგი 10 ჯერ გაიზარდა. ეს არის პირდაპირი მაჩვენებელი. მე არ ვიძახი რაღაც, მაგრამ ჩვენ უნდა აღვადგინოთ რუსეთთან, ანუ დავიწყოთ პირველ რიგში პირდაპირი დიალოგი, აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა და შემდეგ უკვე ამას ხშირად ვიმეორებ და კიდევ ვიტყვი, ისტორიული სამოკავშირეო ურთიერთობები უნდა აღდგეს რუსეთთან და ეს ჩვენ მოგჩენთ საშუალებას, რომ საქართველოს მიიღოს უსაფრთხოების ქოლგა, აი როგორც მაგალითად ბელორუსიას თქვენ ბატონ ნიკოლოზ ხშირად ახსენებთ ხოლმე და მეც ვახსენებ ეთერებში, რომ ჩვენთვის მისაბაძი უნდა იყოს ბელორუსიის და კონკრეტულად ბატონი ლუკაშენკოს პოლიტიკა იმ მიმართულებით, რომ საკუთარი ქვეყნის პატრიოტია, ხო, საკუთარი ქვეყნისთვის აკეთებს იმას და დგავს ნაბიჯებს იმ მიმართულებით, რომ რუსეთთან იყოს სამოკავშირეო ურთიერთობაში და ამით ბელორუსია მიიღო ის, რომ იზრდება ბელორუსიის ეკონომიკა, ვითარდება საწარმოები, ქარხნები, პროდუქცია გადის იმპორტზე და ქვეყანა ღებულობს კოლოსალურ მოგებას და რა თქმა უნდა უსაფრთხოება, ხო? დღეისათვის ბელორუსის ტერიტორიაზე, როდესაც შეიქმნა საფრთხე, რომ ბელორუსიაში ესე იგი იგივე შეერთებული შტატები და კოლექტიური დასავლეთი გეგმავდნენ სახელმწიფო გადატრიალებას, ამის პასუხი ის იყო, რომ ლუკაშენკო მიმართა ბატონ ვლადიმერ პუტინს და შედეგად ბელარუსიაში იყო განთავსებული ბირთვული იარაღი, ხო, რომელიც როგორც ცნობილია, იცავს ნებისმიერ ქვეყანას ნებისმიერი სახელმწიფო გადატრიალებისგან და ფერადი რევოლუციებისგან, იქიდან გამომდინარე, რომ ანგლოსაქსებს ეშინიათ იმ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, სადაც არის ბირთვული იარაღი. ეს არის წითელი ხაზი მათთვის და შესაბამისად საქართველოშიც იგივე პოლიტიკა უნდა გატარდეს იმ მიმართულებით, რომ რუსეთთან ნორმალიზება მოხდეს ურთიერთობების და აი ამ ესე იგი ირანისა და ისრაელის კონფლიქტის ფონზე და მოგეხსენებათ ახლა საჰაერო ასე ვთქვათ მიმართულებით საზღვარი რა, ესე იგი ახლოს არის საქართველოსთან დაახლოებით 170 კილომეტრი არის რა დაახლოებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი რისკი არის, რომ საქართველოზე ჰქონდეს გავლენა ირანისა და ისრაელის კონფლიქტს, მათ შორის იმ მიმართულებით, რომ იგივე რაც აი გადაცემის დასაწყისში ვლადიმერ ჟირინოვსკი ამბობდა, რომ ეს მიგრანტების ძალიან დიდ ტალღას გამოიწვევს ჩრდილოეთის მხარეს. ანუ საქართველოზე შეიძლება ხო ეს ტალღა წამოვიდეს, რაც ძალიან დიდი რისკი არის და დიდი საფრთხეს შეიცავს საქართველოსთვის და
დღეისათვის ესე იგი მიგრანტებზე ხშირად არის ხოლმე ტელეეთერებში საუბარი და მეც ვიტყვი რომ ნამდვილად არის კანონი მისაღები, კარგი არის ის კანონი რაც ამ დღეებში მიიღეს რომ ესე იგი იმ მიგრანტების რომლებიც არ ღვევენ კანონს გამარტივდა მათი გაძევება ქვეყნიდან. ეს კარგია, მაგრამ აი მაგალითად აზერბაიჯანში ხომ აზერბაიჯანს იდეალური ურთიერთობა აქვს პაკისტანთან, მაგრამ არც ერთი პაკისტანელი და პაკისტანის მოქალაქეებს არ აქვს საშუალება იგივე აკეთონ, რასაც საქართველოში აკეთებენ. ანუ ჩამოდიან მასიურად, ართმევენ ადგილობრივ მოსახლეობას ადგილებს, ანუ სამსახურის მხრივ არის ესე იგი ადგილობრივი მოსახლეობა კარგავს სამსახურს პაკისტანელი მიგრანტები სასარგებლოდ, ხო? ეს ერთი და მეორე, ზუსტად აი ეს პოლიტიკა შეიძლება ამ პოლიტიკამ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან სერიოზული რისკები თუ ირანიდან წამოვიდა აი ეს მიგრანტების ტალღა. ამიტომ სასწრაფოდ არის მისაღები შესაბამისი კანონი, ну მაგალითად ისეთი როგორიც არის აზერბაიჯანში, ხო? სადაც არის კანონი, რომელიც იცავს ქვეყანას აი მიგრანტების რისკიდან. აი ესეთი სიტუაცია არის და მე ვფიქრობ რომ დღეისათვის რა თქმა უნდა საქართველოს ესე იგი 2022 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან სწორი პოლიტიკა გაატარა იმ მხრივ რომ ქვეყანა დაიცვა კონფლიქტებში ჩართვისგან და მშვიდობა იქნა დაცული საქართველოში და დარწმუნებული ვარ და დიდი იმედი მაქვს რომ აი ამ პოლიტიკით და ამ პოლიტიკის გარშემო ერთიანდება საზოგადოება, მათ შორის ჩვენი პარტიაც სახელიდან გამომდინარე მოგეხსენებათ რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის რომ მხარი დაუჭიროთ ქვეყანაში მშვიდობა და ამავე დროს დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან და ამ მოწოდებით გამოვდივართ ხელისუფლების მიმართ და ვცდილობთ რომ იგივე ამ ხელმოწერებით ჩვენ მანდატი დამატებითი მანდატი მივანიჭოთ აი ამ პროცესს და კონდეს ხელისუფლებას დამატებითი მხარდაჭერა საზოგადოებისგან რომ გადაიდგას ის ნაბიჯები და დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამას საქართველოსთვის და კიდევ ვიმეორებ რომ თუ მოხდა ესე იგი ესკალაცია რეგიონში საქართველოს ერთადერთი გზა ექნება რომ რუსეთისგან მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები. ამის გარეშე ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება და ეს პროცესი არის შეუქცევდა ალტერნატივა არ აქვს აი ამ პროცესს. და მეც ვიზიარებ რომ ის ხელმოწერები რომელიც გროვდება ეს არის აუცილებელი იმისათვის რომ ჩვენ დავანახოთ საქართველოს მოსახლეობასაც და რუსებსაც დავანახოთ ოფიციოს რომ ქართველი ხალხის ნება არის რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება და პირდაპირი დიალოგი. ეს ისედაც ვიცით, მაგრამ ეს ოფიციალურად რო იქნება, უფრო სხვაგვარი სახეს მიიღებს ალბათ და მე. ეცეთ რა ბატონებო საქმე მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დღეს კიდე ფიქრობს, რომ შევა ევროპაში, ან გახდება ევროკავშირის ნაწილი, ან გახდება ნატოს წევრი, აქ ორი აზრი არ არის. ეს ხალხი ან ვერ ეგუება რეალობას და მათთვის რეალობის აღქმა იქნება მათთვის ტრაგედიის ტოლფასი და ამ შემთხვევაში ასეც მოხდება და მეორე რომლებიც არიან ფინანსურად დამოკიდებულები ამ სიტუაციაზე. როდემდე უნდა ვიტყუოთ თავი, როდემდე უნდა ვატყუოთ ჩვენი მოსახლეობა და ჩვენი ქვეყანა, რომ ჩვენ ოდესმე გავხდებით ნატოს წევრი ან ევროკავშირის წევრი. აი ეს ტყუილია, მოდით ესე ვთქვათ რა, რამ დაღუპა საქართველო და რა ღუპავს ამ ქვეყანას. ტყუილი რომელიც არის აგებული პრაქტიკულად რამდენიმე ათეული ან ასეული ადამიანის ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში. და ჩვენ ვხედავთ აი ამ მიტინგების 201 დღეს და გუშინ ჩვენ ხონდა საუბარი ბიზნესმენებზე, ვეღარ მოასწარი თქმა. საქართველოში ძალიან მსხვილი ბიზნესია, რომელიც ყოველდღიურად თავისი შენატანი შეაქვს აი ამ მიტინგების დაფინანსებაში და ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას. მათი დიდი ნაწილი მოღვაწეობს რუსეთთან, ძალიან კარგად შეხმატკილებულად შოულობენ იქ ძალიან დიდ ფულს, მაგრამ მერე ხარჯავენ ანტირუსულ საქმეში.
აქ ხელმოწერებზე იყო კვლავ საუბარი, დღეს მოაცემით ალბათ უკვე 54,000 გადასცილდა და ეს საკმაოდ სერიოზული მონაცემი არის. იმედი გვაქვს, რომ სადღაც ერთ თვეში ჩვენ იმ 100,000 ხელმოწერას ელექტრონულად და დანარჩენს ორი მაგდენი თუ არა ერთი მეხუთედი მაგდენი მაინც იქნება, სადაც 200-220,000 ხელმოწერას ჩვენ საერთო ჯამში შევაგროვებ და აქედან გამომდინარე ჩვენ გვექნება საშუალება ბატონმა ნიკოლოზმა ბრძანა რომ რუსეთს და საქართველოს მოხალხეებს დავანახებთ. არა, ჩვენ ევროპასაც დავანახებთ. ამ შედეგს მივიტანთ ევროკავშირის ელჩთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან და მათაც ვეთქვით რომ აი ფიზიკოებო თქვენ რომ ილუზია გაქვთ 250,000 დასრული ადამიანი რომელიც აწერს ხელს ჩათვალეთ რომ ეს არის ელექტორატის ძალიან დიდი ნაწილი. იქიდან ხმას არჩევნებზე გავლენ არ გავლენ ჩვენი ძალები ეს მეორე საკითხია. დაფიქსირდება ჩვენის დასრული მოსახლეობის დაახლოებით 30-35%-ის 30 ვთქვათ სურვილი და ასე ვთქვათ მათი გააწყვეტილება. მე მინდა თუნებას მომცემთ ვისარგებლოთ თქვენი ეთერით და კიდევ ერთხელ გამოვაცხადო ტელეფონის ნომერი 599 24 25 24. ჩვენი ოფისი მდებარეობს სადაც ხელმოწერები კეთდება იური გაგარინის 24 ნომერში. ეს არის ვებხიდან მოყვის მიმდებარე ტერიტორია მოპირისპირე შენობა. ფორტუნა რო აწერია. ესე ხო, ფორტუნას რეკლამები არის. რადიო ფორტუნა სხვა რადიოებია განთავსებული მეხუთე სართულზე. 2599 24 25 24 და ჩვენი ტელეფონი მუდმივად ჩართულია. თუ რაღაც მომენტში ვერ გიპასუხებს, აუცილებლად ჩვენი თანამშრომლები ან მე, ბატონი გიორგი, ბატონი თემური, ჩვენი თანამშრომლები და ჩვენი პოლიციის წევრები აუცილებლად შეგეხმიანებიან. ანუ ჩვენ უკან დასახევი არც დრო გვაქვს, არც საშუალება და არც არჩევანი. არჩევანი აღარ არსებობს, იმიტომ რომ თავიდანვე 90-იანი წლებიდან ეს არჩევანი იყო, რომელიც ქართულ ხალხმა გააკეთა. ან გააკეთებიეს ტყუილ მართალით, ეს არჩევანი იყო ყალბი, ეს არჩევანი იყო ცრუ, რომელმაც მოიტანა ყველა ის უბედურება, რომელზეც გუშინ ბატონი ნიკოლოზი ესე ცხარეთ საუბრობდით და კიდევ ერთხელ ვაპატივით. კი ბატონო. არა, ეხლა ერთი რამეა, რომ ფაქტია, რომ ჩვენ თუკი ჩვენი გასაკეთებელი არ გავაკეთეთ. აი, არაფერი არ ჩვენ უყურებთ ეხლა აი შეათ გამოდიან ეს ექსპერტები ფეხი ფეხზე გადაიდებენ და ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ აი გლობალური პოლიტიკა, ახლო აღმოსავლეთ, შენი გააკეთე. აი ეს მოღალატეები, რომლებიც არიან აქ თავზე რომ დაგვასხდნენ, ხო? დღეს სააკაშვილის პირობებში არ იყო ის, რომ აი ეს რუსოს დაძდებდნენ ხალხს. ეგეთი რამე არ ყოფილა მაშინ. და შენ რატო არ აკეთებ ამ ყველაფერს? პირიქით ეგეთი გვაზდიკებით იდგა ლარსე. რომელი რუსი ტურისტი ჩამოვა ტურიზმზე დგას ეს ქვეყანა სამწუხაროდ არც საწარმოო არც ფაბრიკა არც ინდუსტრიული არ არის საქართველო. აი ახლა მოდის ტურისტული სეზონი. ვინ ჩამოვა აქ რო დროშები იწვის და აქ კიდე ესეთი კამპანია. აი ვინ ჩამოვა გეკითხებით. აი ვინ? ეს რა თქმა უნდა გადასახედი არის და უფრო ხისტად უნდა დაიცვას იყოს დაცული საქართველოს მათ შორის ბიზნესმენების, ვინც არის ტურისტულ ბიზნესში, მათი ინტერესები და სახელმწიფო აქ უნდა იყოს როგორც არათუ როგორც მონიტორინგის გამტარებელი, არამედ დამცავი საქართველოს მოსახლეობის ინტერესებისა იმ ესე იგი მარგინალებისგან და ქვეყნის მავნებლებისგან, რომლებიც ცდილობენ ეს დესტაბილიზაცია მოახდინონ საქართველოში სიტუაციის, ბიზნესს მოუწყონ საბოტაჟი და ქვეყანა გახვიონ კონფლიქტში, ხო? ამის ეს არის მათი მიზანი და აქეთკენ არის მიმართული ეს ყველაფერი, რასაც ეს ნაცები და მათი სატელიტები აკეთებენ, ხო? და თუ დღეს სიტყვაზე მიდის ის პროცესი, რასაც ნიურნბერგის პროცესი დაარქვეს, ეს საპარლამენტო კომისია, სადაც იხილება ის სააკაშვილის რეჟიმის დროს მომხდარი დანაშაულები, ეს უნდა იყოს ლოგიკური დასასრულით იმით, რომ აიგრძალოს ნაცმოძრაობა, არ კონდეს ნაცმოძრაობას არჩევნებში მიღების საშუალება და ასევე ნაცმოძრაობის სატელიტებს, ხო? სადაც იგივე სააკაშვილის ჩინოვნიკები და ზონდერებით არის გატენილი ის პარტიები, იგივე ლელო იქნება ეს თუ სხვა პარტიები.
და ისინი ვინც აი ვთქვათ იბარებენ იქ და ეგრეთ წოდებული ლიდერების, გვარამიები და სხვები ცდილობენ რომ მიზანმიმართულად არ იხდიან გირაოს, რომ მოხდეს მათი დაკავება და შემდეგ უკვე აი ამაზე თამაშობენ და ცდილობენ რომ ამით გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, ხო? რომლებიც ნუ 200 კაცზე მეტი ვერ აგროვებენ და აი ამ ასე ვთქვათ ეშმაკური მეთოდებით ცდილობენ რომ ხალხი გამოიყვანონ და მოაწყონ რევოლუცია. პირდაპირ არღვევენ კანონს, ის ნიღბიანები გამოყავთ ქუჩაში. და ეს პროცესი დაიწყო, ჩვენ გვახსოვს კარგად 2023 წელს, ну ჯერ 2019 წელს დაიწყო, მაგრამ 2023 წელს პირველად ვიხილეთ, როდესაც ესე იგი ნაცმოძრაობის აქტივისტებმა, შეერთებული შტატებისა და სხვა საელჩოების წაქეზებით, მათ გამოიყენეს პირველად მოლოტოვის კოქტეილი, ხო? და სამართალდამცავებთან შეტაკებისას მათ კონკრეტული პოლიციელების, ასე ვთქვათ, იმ დონეზე მოხდა დაზიანება, რომ მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოში მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალება და ჩვენ ანუ საზოგადოება, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ასე ვთქვათ, საკუთარ პოზიციას მიიჩნევენ როგორც პატრიოტულ პოზიციას და იცავენ საქართველოს ინტერესებს, უნდა მოხდეს კონსოლიდაცია იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც აწყობენ დესტრუქციას და სახელმწიფო გადატრიალებას. და მოგეხსენებათ ახლა, ну, საქართველოს მთავრობა ცდილობს რომ მშვიდობა შეინარჩუნოს ქვეყანაში, ცდილობს რომ არ დაუშვას ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები და აქვე უნდა აღინიშნოს რომ მცდარია ის ხედვა, როდესაც მათ შორის სახელისუფლებო, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსები, კონკრეტული პოლიტიკოსებისგან ისმის რომ ტრამპი ჩვენ უნდა რომ მათ უნდა აღადგინონ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ხელშეკრულება, მოგეხსენებათ რომ გასულ წელს ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა საქართველოსთან სტრატეგიული ხელშეკრულება, ხო? და ნუ ახლა ამისი აღდგენა და იგივე ტრამპისკენ ასე ვთქვათ მოწოდებები, რომ აი ვითომ შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დაუდგება და ეს არის ძალიან მცდარი ხედვა და კონკრეტული მაგალითი ვთქვათ შეგვიძლია ვთქვათ რომ დღეს ესე იგი ტრამპი რომელიც კარგად ხედავს რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით მას შეუძლია რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს და არ ასე ვთქვათ არ დაიშალოს თავად შეერთებული შტატები მოგეხსენებათ დასავლეთ სანაპიროზე შეერთებული შტატების მიდის ასე ვთქვათ მიგრანტების პირდაპირ ესე იგი სახელმწიფო შენობებზე მიდის შტურმი და შეერთებულ შტატებს ძალიან რთული სიტუაცია აქვს და ტრამპმა აი დღეს განაცხადა რომ ვლადიმერ პუტინს მიმართა და პირდაპირ ეხვეწება რომ G7-ის ქვეყნები, სადაც გაერთიანებულია შეერთებული შტატები და სხვა ზესახელმწიფოები, რომ რუსეთი დააბრუნოს აი ამ დიალოგის ფორმატში, ხო? G8 იყო ადრე, ახლა G7 არის და ანუ ტრამპი ცდილობს რომ რუსეთთან კონდეს ნორმალიზება ურთიერთობის და არ მოახდინოს ასე ვთქვათ დაპირისპირება და ამ დროს ადგილობრივი ასე ვთქვათ პოლიტიკური ძალები ცდილობენ რომ ტრამპისკენ ასე ვთქვათ ტრამპს მიმართონ იმით რომ ის დაეხმაროს საქართველოს, ხო? როდესაც ტრამპი მიმართავს ვლადიმერ პუტინს, ხო? პირდაპირ დასახმარებლად რა. ასეთი კონტექსტი არის, როცა ეხვეწება G7-ში დაბრუნებას. ამიტომ ჩვენ პირდაპირ ახლა უნდა ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს არ აქვს ალტერნატივა იმისა, რომ რუსეთთან დაალაგოს ურთიერთობები. გეთახმებით და ეხა ის ხათაშორის აი ჩვენ გუშინ ვაჩვენეთ ის ძიმე კადრები, როდესაც საქართველოში ყველაფერი კეთდება არათუ რუსეთთან დასაახლოებლად, არამედ პირიქით კონფრონტაციისთვის ამას აწყობენ დასავლეთის აგენტურის წარმომადგენლები და ასევე დასავლური აგენტები, რომლებიც ასევე ფეხგადგმულები არიან მედია საშუალებებში, აი მაგალითად ეს კეზერაშვილის ბუტკის ტელევიზია რა. შეიძლება კეზერაშვილის ეხა ის ტელევიზია კარგი მით აქვს აღჭურვილი ტექნიკით, მაგრამ
ბუტკათ იწოდება, იმიტომ რომ აი იმას შეფერი ზუსტად ამ სიტყვას, თორე შეიძლება ტელევიზია გქონდეს, კი ბატონო, მილიონიანი ქონება გქონდეს, გედო შიგნით და მაინც აი ესეთი ის გქონდეს და შეიძლება გქონდეს ტელევიზია, რომელიც არ არის მაღალ ტექნოლოგიური და პასუხობდეს ყველა გამოწვევ. აი ნახეთ ეხლა რა სიუჟეტებს აკეთებენ რუსულ-ქართულ ურთიერთობებისათვის ძილის მისაყენებლად. რუსკი მირს საქართველოს და უკრაინაზე საკუთარი შეთქმული ისტორია აქვს. მათ ისტორიაში ჩვენ არ ვარსებობთ. ისტორია არ გვაქვს. ჩვენ ერთი დიდი რესტორანი ვართ, სადაც რუსებმა უნდა იგულავონ. ახლა კი ვლადიმერ მედინსკი, პუტინის თანაშემწე და რუსკი მირის ერთ-ერთი აპოლოგეტი, კულტურის ყოფილი მინისტრი, სამხედრო ისტორიული საზოგადოების თავმჯდომარე და უკრაინისთან უშედეგო მოლაპარაკებების მთავარი მონაწილე. მედინსკი, საქართველოს ისტორია русულად. 1801 год, начало 19 века, первая часть современной Грузии, Картлик-Кахетия, была присоединена по многочисленным обращениям грузинских карлико-хетинских царей добровольно и инициативно в состав Российской империи со столицей, городом Тифлисом, то бишь Тбилиси. Грузия не была тогда, напомню, единым государственным образованием. Это территория, населенная близкими этническими народами, очень близкие нам народы по духу, близкие по характеру, христиане тоже южные. Вскоре были присоединены и другие части Грузии, и Меретинское царство, столица Кутаиси, ранее полуавтономное от России Гурийское княжество. Часть княжества традиционных этих земель еще оставалась у турок. ახლა ეს არის ამის სახე. აი ეს კანალიზაცია, ტელევიზია კი არ არის, ეს არის იმდენი შენი, აი ხა იმდენი ახლა როგორ ვიხმარო ეს სიტყვები, რაც ეგრე იყო ზუსტადაც და დაკუცმაცებული საქართველოს იყო და რუსეთმა გააერთიანა. ტყვეთას ყიდვა იყო და რუსეთმა აღმოფხვრა ეს პრობლემა. აჭარა გურია, რომელიც ასევე დაკარგული იყო და ჯავახეთი ოსმალეთისთან ომის შემდეგად საქართველოს დაუბრუნდა. და გამოდის ახლა ეს და ლაპარაკობს რუსეთო რესტორანად უნდა იქცესო საქართველოს აქო რო იგულა. შედარებცილო ბორდელად აქციეთ ეს საქართველოს ბორდელად კავკასიის მზე იქცა კავკასიის ბორდელად. რომ აქ ამერიკელებმა და დასავლელებმა დრო გაატარონ და აქ ეს პაკისტანელების და ამ ბოდიშთა მიგრანტების მოზღვავება თქვენ ვიმეს ხო არ გონიათ რომ ეს თქვათ იგივე ბრიტანული სქემა არ არის და ამის უკან ბრიტანეთის საზვერო არ მოქმედებს რომ იგივე რუსული კვალი გაქრეს. ამათი მიზანი აქ შემოედინოს ყველა უცხო ტომელი რომელიც გაიყვანს აქ გარკვეულ რუსულ გავლენებს. და ეს არის ამათი. მართლა როგორ უთხრე ახლა იმდენი ამის მართლა, ორა ეს იდიოტი ეს არა. აი ეს არის ქართული, ესე იგი დასავლური აგენტურის სახე საქართველოში. თვითონ მართლა აი იმაზე არიან მალჩიკ და პაპიბუშკა რა, დოლარებზე გაყიდული მონები რა. დასავლეთიდან იღებ დაფინანსებას და ამის გამო აი ყოველგვარი აი მორალი და წაშლილი აქვს ამათ რა. ბატონო ნიკოლოს მე აი ახლა ამ კადრებს უყურებდი. ძალიან მეშინია თუ ასე გაგრძელდა. ჩვენ არ მივიღოთ კიდევ ერთი არა, რამდენიმე თხოვნის წერილით არ მოგვიწიოს მიმართვა რუსეთის ხელმწიფეს. ძალიან მეშინია მიუხედავად იმისა, რომ ამის დაშვება წარმოუდგენელია ჩემთვის. აი ეს პროცესები, რომელიც დღეს მიდის, პირდაპირ მიანიშნებს და პირდაპირ მივყავართ იქითკენ, რაც ხდებოდა 1800 წელს. ტრაქტატზე ძალიან ბევრი საუბარი არის, ძალიან ბევრი ყამათია ტრაქტატთან დაკავშირებით, ბევრი ისტორიკოსი სხვა მოსაზრებას, მაგრამ მე ერთ რამეს ვიტყვი. 1793 წლიდან 1801 წლამდე ერეკლეს შვილები, გერები იცვლიდნენ და იცვლიდნენ თავიანთ ინტერესებს. ერთნი დარბოდნენ ირანში, მეორენი თურქეთში, თავაზობდნენ თავიანთ თავს ხელმწიფის ტახტზე და ამან ბევრი რამ გამოიწვია. არც რუსეთი არ იყო ერთგვაროვანი, იქაც იყო ისეთი განწყობები, რომელიც არ შეესაბამებოდა საქართველოს და რუსეთის ინტერესებს, ისევე როგორც 90-იან წლებში საქართველოს და რუსეთის ინტერესები რო არ დამთხეოდა ერთმანეთს, რუსეთშიც საკმაოდ მოინახებოდა
და მე შემიძლია ვთქვა რომ 80% რუსული ელიტის ეს იყო ის ელიტა, რომელსაც ერთი წუთი არ ქონდა იმის გასწა, რომ მის გარშემო ქვეყნები ყოფილიყო მათი მეგობრები. პირიქით. ყველაფერი კეთდებოდა იმის რომ საქართველოს და აი ეს პოსტსაბჭოური ქვეყნები, რომელიც რუსეთს არ ტყავს გარშემო, გამხდარიყო მათთვის მტრული თუ არა, ყოველ შემთხვევაში არამეგობრული და როგორც რუსეთი ჩააბარა ელცინმა დასავლეთს და ასე ვთქვათ, მიართვა თავისი სახელმწიფო და ლოცულობდა ამერიკის წინსვლისთვის, ასევე წყვეტილი რუსეთის დაშლა რამდენიმე სახელმწიფო და უკვე მომზადებული იყო, თითქმის ვალუტაც იყო მომზადებული რამდენიმე რესპუბლიკაში და ეს ცნობილი ფაქტია. ამიტომ შეიძლება ჩვენთვის ძალიან მწარე იყოს ის, რაც ახლა მედინსკი საუბრობდა, ძალიან მიუღებელი იყოს, მაგრამ სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში და მერე გვეძახიან რუსო და გვაგინებენ, იმიტომ რომ სიმართლეს ვეუბნები ჩვენ ხალხს. სიმართლე ვთქვი მე 99 წელს, მაშინ არც ტელევიზია, ვიდეოები იყო და არც მობილურები, რომ ეს ქვეყანა დაინგრევა და ქვეყანა გაუბედურდება. 90-იანებშიც იგივეს ვამბობდი, 2000-იანებშიც სააკაშვილის მოსვლის დროს მერეც ეხლაც იგივეს ვიმეორებ, ჩვენ თუ არ გადავდგით ის ნაბიჯები, რომელიც არის სასწაულად მნიშვნელოვანი, მერე იტყვია, რომ მიშა და მისი მეგობრებიო, იმასრებიანო, კარკევთ როგორა ცუდ სიტყვებს, ცუდ წინასწარმეტყველებებს აობედო. ობიექტურად ადამიანი დღეში რომ სვავს 3 ლიტრ არახს, მას რო ცეროს დაემართება, ამას არ ჭირდება წინასწარმეტყველება. ესე მოხდება. და ვიღაცამ უნდა გამოგლიჯოს ხელიდან ის არაყი და ჩაარტყას თავში. ამიტომ ჩვენ ეს სისულელე რომელიც ჩადებული გვაქვს ბოლო 30 წელი უნდა ამოვიბერტყოთ ან ამოგვაბერტყიებენ. პირდაპირ შეგვიძლია გითხრათ და არ გეწყინოთ არავის. აი ხა იგივე მაგალითად ხომ მოვისმინეთ აი ამ ეგრეთ წოდებული ჟურნალისტის პოზიცია. აი ჩვენ ყავს ისტორიკოსები, რომლებიც აი ესევე ჩვენ და რუსეთთან დაკავშირებულ ისტორიებს აი ესე ყვებიან და ამით უბნევენ ახალგაზრდობას თავგზას. მეგობრებო, აი ხა მე გინდა რომ განახოთ აი რამდენიმე თომა ჩაგერიშვილი, რომელიც დოკუმენტურ ფილმებს იღებს, ძირითადად აი წარსულის სხვაგვარად წარმოჩინებს და ნახეთ ხა რას წახეს ეს კაცი. ეხლა გეტყვი ყველა საშინელ ამბავს. მოსკოვიდან მოდიოდა ლიმიტები, რომ უნდა დახვეწილიყო წელიწადში 5000 ადამიანი ან 3000 ადამიანი. უნდა შეავსო ეს ლიმიტი ძმაო. კი, ლიმიტები იყო. აი ესე იყო ლიმიტი. ჩამოვიდა ლიმიტი მოსკოვიდან, იმიტომ რომ აქ ბევრი ყავდა რაღაცა ხალხი არ იხვრიტება და რაშია საქმე და ჩამოვიდა მოსკოვიდან ლიმიტი, რომ საქართველოში დაიხვრიტოს სიტყვაზე 2000 ადამიანი. ხო და 1927 წლის ბოლო იყო 1928 წლის ბოლო, ჩემი თვალით მაგ ნანახი, ჩემი თვალით სარკივში ერთ დღეში დახვრიტეს 500 ადამიანი, იმიტომ რომ 31 დეკემბერი იყო და ლიმიტში ვერ ჯდებოდნენ. იმ წელს ჩამჯდარიყვნენ. და შემეუნები რომ ის რა ქვია რა კრიტერიუმებით ხრიდნენ, აი მაგ კრიტერიუმით ხრიდნენ. უნდა დაეხვრიტათ და მორჩა და ბიჭო, შენ კაცის დახრიტა გინოდეს და მიზეს ყოველთვის იპოვე. ყველაზე საშიში აი ეს ამბები რომ იცი და დღევანდელობას უყურებ. დღევანდელობასთან უნდა დალინკოს ყველაფერი გესმის? ადამიანი ძალიან საშიში არის და ნუ გონია რომ 21 საუკუნეა და ყველაფერი განსხვავებულია. შეადარეს სირიაში გაცხდება არანაკლები ის რო იყო ISIS-ი. არანაკლები სისასტიკეებს ატარებდნენ 21 საუკუნეში ადამიანები თავებით მოჭრები და ცოცხლად დაწვევი რო იყო. იდეა თუნდაც ჯეიმს კუკი რო შეჭამეს იქ რა ქვია კანიბალებმა. ესე იგი აი ეს კაცი თითქმის ყველა მაგ ბევრი ფილმები ამ კაცის და არასდროს ბოლომდე სიმართლე არ არის ამის არცეთ ფილმში რა. ანუ არის ფაქტები, იტყვის ეს და რეზიუმეს აკეთებს სხვაგვარს. შედალოცვილო რო იძახი დახვრიტეს, არ იყო მე დასახვრეტები იქა. დღეს რამდენი მოღალატეა საქართველოში. თუ მაინტერესებს საქართველოში მოღალატეები არ იყო და ტყილა იყო. გასაგებია რომ შეიძლება იყო რაღაც გარკვეული შემთხვევები, რომ რაღაცა გარკვეულწილად იყო არასწორი ქმედება. მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ვინც დასახვრეტი იყო, უკანონოდ არავინ არ დახვრეტილა. და ეს რაღაცა ლიმიტები და ის თქვენსკენ მოიკითხეთ. აი ლიმიტები არის იქ რომ რამდენი უნდა განადგურდეს. იქ სირიას რო ახსენებთ, სირია ვინ გაანადგურა. ვინ იავარქნა. ჩვენ აი სანამ ესეთი მსოფლმხედველობა გვექნება და კიდე არის რაღაც გადაცემები, მაგალითად გამოყავთ ესეთი ადამიანები აი წარსულში ცნობილი, ანუ ჩინოვნიკები, საბჭოთა და ყოველთვის აი ლაიტმოტივად არის როგორი ცუდი იყო საბჭოთა კავშირი. აი საქართველოს დაბადება მაგალითად.
ესენი არიან ექსპონატები, ვინც გამოყავთ იქა და დედა აზრი არის აი ამ ყველა გადაცემის, რომ რაც ცუდი იყო საბჭოთა კავშირი. როგორი ცუდი ცხოვრება იყო, ვინც გამოდის ყველა ყვება, აი როგორ იყო. ეხლა ერთის მხრივ შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ რეალურად წარმოაჩენენ იმას, რომ ყველაფერი ცუდი იყო, საშინელება იყო, გასაგებია, რომ თბილისის დინამოს ფეხბურთელი ღებულობდა დაბალ ხელფას მაშინ შედარებით. და არ ქონდა უფლება რომ წასულიყო მადრიდის რეალში, მაგრამ მაშინ ესეთი სისტემა იყო. გასაგებია იმ სისტემასაც თავისი დადებითი და უარყოფითი ის ქონდა მხარეები. და დღეს შეადარეთ ის სისტემა და ეს სისტემა მათხოვარი და დამშეული საქართველოს გირჩევნია თუ ის, როდესაც ყველას ქონდა სამსახური და არავინ არ იყო აღმატებული ვინმეზე, ყველა იყო თანაბრად. და სამწუხაროდ აი ამა ყველაფერს რო ისმენთ აი უბრალო რიგითი ქართველი აი ესე მსჯელობს ეხლა ნახეთ შეხედე ხმალი ხანჯალი წამოუკოტრიალები აქ და აი Русская свинья, русский кацап, русские педофили. Иди нахуй, блядь, сука, твою маму ебал, пидораст, русские корабли, иди нахуй. ეხლა აი ეს არის ამ ქართველი რიგითი ქართველი ეხლა ეს პემეჯი გადაიტევს ფერზე სარკეში არ იხედება ხანჯას რო აი ეს არის ამათი ისა თუ ესე ბიჭო ესე ხარ განწყობილი აგერ არის ეს აგერ საზღვართან აგერ მოგვადგა ეს რუსი და წადი ეკვეთე ბიძიკო ამათ გონია ჩარვალი შახტი და ესე ეხლა ამან მაგარი რამე გონია რეიბანები გაუკეთებია ეს ხანჯალი დაუდე და გონი მაგარ რაღაცას აკეთებს გესმის ეხლა აი ამას რო ჩაწერე შენა გაუგია იმას პუტინს და ხვალვე გაყავს იქიდან ამ ცხინვალიდან და სოხუმიდან ჯარები გაყავს უკვე რომ ეს რა გვაკადრაო კაცო ეს რა გვაკადრაო და ეს უკვე დაშინებულია ხალხი ეს რა გვაკადროს ბრეგაძეას მოგტაცეს დედინაც აი ესეთი ეს გამოდის რომ იქ ცუდი იყო არაფერი რაღაცა თურმე ის მოდიოდა იყვება აგერ ეს თურმე ესე წერს იქ შარვას ჩაიხდის ვიღაცა იქ იგინება იქ აი ამ ბოდიში და რამდენს თქვენ შეურაცხყოფას მიაყენებთ რუსეთს იმდენი საქართველოს აყენებთ შეურაცხყოფას რომ ჩვენი ქვეყანა ზარალდება თქვენ იდიოტებო თქვენ რა და საქართველოს უქმეთ პრობლემას რომელიც ცხოვრობენ რუსეთის ტერიტორიაზე აი წეღან რომ ვითომ ძალად ისტორიკოსი რო გამოვიდა და რაღაც დახვრეტებზე ლაპარაკობდა და ის მეორე წამყვანი იჯდა და ესე ხელს იფარებდა რა ანუ ეცინებოდა იმიტომ რომ ეს არის დიდი სისულელე და ნებისმიერმა ისტორიკოსმა კარგად იცის რომ არავითარი ასეთი მსგავსი რაღაც არ ყოფილა ეს ერთი მაშინ ესე იგი სტალინის მეთაურობით იცავდნენ ქვეყნის ინტერესს მათ შორის იმ მოღალატეებისგან რომლებიც ჩანერგილი იყო იგივე დასავლეთის მხრიდან საბჭოთა კავშირში ხო მოგეხსენებათ ესე იგი ზუსტად მაშინ იგივე რა ხდებოდა ვთქვათ იგივე დასავლეთის ქვეყნებში ხო ესე იგი გაქანებული რასიზმი იყო, სეგრეგაცია და ასე შემდეგ და საერთოდ დასავლეთის ევროპის ისტორიას რო გადავხედოთ, დაწყებული ესე იგი ინკვიზიციიდან დამთავრებული ფაშიზმით, ხო? რამდენი ქვეყანა გაერთიანდა იმ ფაშიზმში და ნაციზმში, ხო? კარგად ვიცით რა ხდებოდა და იგივე საბჭოთა კავშირმა გადაარჩინა ევროპა, ხო? და ჩვენი წინაპრები ვინც ებრძოდნენ ამ ფაშიზმს და ეს საბჭოთა კავშირის ეს პერიოდი ასოცირდება ზუსტად აი ამ რუხ ჭირთან ბრძოლაში ხო და ჩვენ უნდა ვიამაყოთ იმით რომ ზუსტად აი ჩვენი წინაპრები იდგნენ იქ სადაც იყო ასე ვთქვათ აქეთ მხარე ანუ ის ვინც ებრძოდა აი ამ ბოროტებას ხო და ვინც ამას ეს არის ჩვენი ისტორია და ჩვენ პირველ რიგში პატივი უნდა ვცეთ და უნდა ვიამაყოთ კიდევაც და დღეისათვის ხო იგივე ახლა დასავლეთში დღეს რაც ხდება აი დღეს ხო მიგრანტებმა რომ გადაუარეს მთელ ევროპას იქ შეერთებულ შტატებში ასევე მიგრანტები და ეს კუკლუს კლანები და დღესაც არის ეს არის ნაციზმი ეს არის რასიზმი ამაზე რატო არ იძახიან იგივე ისტორიკოსები ხო რატო არ ახსენდებათ იგივე ინკვიზიცია და სხვა ისეთი ფაქტები რაც ევროპაში მაშინ ასე ვთქვათ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყო მიმართული ხო ამას რატო არ იხსენებენ და რაც შეეხება ახლა დღევანდელ სიტუაციას
ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით ამაზე, არ ვიცი, ყოველ დღე კეთდება განცხადებები. რუსეთის მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ეს არ უნდა იყოს დაშვებული, ეს არის პირდაპირ, ესე იგი, რუსეთს უქმნის საფრთხეს, როდესაც ნატოს წევრი ქვეყნები ათავსებენ რუსეთის საზღვართან რაკეტებს. ხო, ეს არის დაუშვებელი მისთვის და ძალიან კარგად იციან, რისთვის არის ის რაკეტები. არა თავდაცვითი არის, იგივე პეტრიოტის ტიპის რაკეტები, რომლებიც ძალიან ადვილად შეიძლება გადაკეტეს, როგორც თავდასხმითი რაკეტები, ხო? ეს კარგად იციან რუსეთში და ზუსტად ამის წინააღმდეგ გამოდიან და მათ შორის ახლა შეერთებული შტატების პოზიციამ ტრამპის გუნდს გულისხმობ, რომ ესე იგი, კარგად ხვდებიან ამას და უკან დახევითი პოლიტიკა არის გააქტიურებული. მე ვგულისხმობ იგივე ტრამპის სპეცწარმომადგენლის უკრაინაში კიტ კელოგის განცხადება რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ უკრაინა და საქართველო არ იქნება ნატოში გაწევრიანებული და ამის არავითარი პერსპექტივა არ არის. აქედან გამომდინარე, ესიც უნდა იყოს სიგნალი და მესიჯი საქართველოში არსებული პოლიტიკური ძალებისთვის, ვინც გამოდიან ნატოში გაწევრიანების მოთხოვნით, ხო? ეს არის სისულელე, ეს უნდა დასრულდეს და იმედი არის, რომ პარლამენტი, როცა იქნება ამის საშუალება, მესმის, რომ დღეისათვის პარლამენტს არ აქვს საშუალება, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა შედგეს და მიიღოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ნატოსა და ნატოში ინტეგრაციასა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით იყოს შეცვლილი ეს მუხლები. თუნდაც იმიტომ, რომ მსგავსი მუხლი კონსტიტუციაში არ უნდა ეწინააღმდეგებო კონსტიტუციას. ანუ როდესაც განსაზღვრული არის, რომ ქვეყანა უნდა წავიდეს კონკრეტულ საერთაშორისო ორგანიზაციაში ინტეგრაციის მხრივ, ხო, ეს თავად კონსტიტუციის დებულებას ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ საქართველომ შეცვალოს საგარეო კურსი. მაგალითად, იგივე აზერბაიჯანის წეღანაც ვახსენე, რომ აზერბაიჯანს დღეისათვის აქვს სამხედრო ნეიტრალიტეტის სტატუსი აქვს, ხო? და რამდენიმე წლის წინ თავმჯდომარეც იყო მსოფლიოში, არის ესეთი გაერთიანება ნეიტრალური ქვეყნების და მის თავმჯდომარე იყო და ძალიან სწორი პოლიტიკა აქვს ამ მიმართულებით და თუნდაც აი ჩვენი მეზობლის აზერბაიჯანის კონკრეტული კანონმდებლობები, რომ ასე ვთქვათ, გადმოვიღოთ, არა აუცილებელი დავაკოპიროთ. ისეთი კანონები უნდა იყოს მიღებული, რომელიც შეესაბამება და რომელსაც ითხოვს საქართველოს მოსახლეობა, ხო? ეს არის აუცილებელი. თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით. ეხლა რუსეთთან ურთიერთობების დალაგება ეს არ ნიშნავს მხოლოდ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის უსაფრთხოების საკითხი, რაც ნებისმიერი ქვეყნისთვის ნომერ პირველი ამოცანა არის და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ეს არის ეკონომიკური საკითხი, ხო? რუსეთი არის ჩვენთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, ხო? ზოგი იძახის სხვადასხვა სტატისტიკით თურქეთის სახელდება, მაგრამ მე პირადად ამის, ასე ვთქვათ, არ მჯერა, იქიდან გამომდინარე, რომ სტატისტიკაც ზოგ შემთხვევაში არ არის მართებული და რეალობისგან, ასე ვთქვათ, ნაწილობრივ არ შეესაბამებოდეს რეალობას და პირველ რიგში მე იმ კრიტერიუმით ვზომავ სავაჭრო ურთიერთობას კონკრეტულ ქვეყანასთან, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ხედავს მოგებას, ხო, იგივე ის გლეხები იქნებიან, ეს უხეშად ვიტყვი, ბიზნესმენები, კონკრეტული ბიზნესმენები, რომლებსაც აქვს საშუალება, რომ საქართველოში ის პროდუქცია აწარმოონ, რომელიც გადის რუსეთში, ხო? და აქვე უნდა ითქვას, რომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შემავალი ქვეყნებს აქვს საშუალება, რომ ერთმანეთთან ივაჭრონ ნულოვანი გადასახადით. მაგალითად, რუსეთს აქვს გადასახადი NDS-ი, რასაც ქვია,
რომელიც გულისხმობს შემოსული იმპორტზე გადასახადს. ხო, 20% არის მაქსიმუმი, შემდეგ უკვე 10%-იანი და ნულოვანი პროცენტიც არის. ანუ ესე იგი, ის ქვეყნები, რომლებიც შედიან ევრაზიულ კავშირში, მათთვის არის ნულოვანი გადასახადი იმპორტზე და მაგალითად, როდესაც სომხეთი გაწევრიანდა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, ბელორუსიასთან ეკონომიკური ვაჭრობა გაიზარდა 5-ჯერ. აი პირველი რამდენიმე წელში 5-ჯერ გაიზარდა. ესე იგი, რამხელა დაშორება არის სომხეთსა და ბელორუსიას შორის და ამხელა მოგება და ჩვენ თუ საქართველოს თუ გაწევრიანება ევროზულ კავშირში, ეს იქნება კოლოსალური მოგება ეკონომიკის მხრივ. არა, მე ერთი რამე ეცით რა, აი ეს ადამიანები შფოთავენ იმის გამო, რომ გარუსება მიდისო საქართველოსში. და აგერ ვერ ამჩნევენ იმას, რომ უკვე არაბული კომპანიები არაბულ ენაზე მოუწოდებენ თავიანთ თანამოქალაქეებს, რომ მოვიდნენ საქართველოში, შემოვიდნენ, შეიძინონ უძრავი ქონება და ეს რას გვიქადის ჩვენ კარგად იცით. აი ნახეთ, აი კადრები ამისი მაგალითად. واخيرا صار الوقت المناسب لنحكي عن مشروع الاحلام مجمع بارادايس. أحلى مجمع سكني من داخل أحضان الطبيعة، يعني فينا نقول هذا المكان يلي بنتخيل نهرب لإله من زحمة الحياة. المجمع مؤلف من 28 فيلا بيبعد بس 5 دقائق عن البحر الأسود. جميع الخدمات متوفرة داخل المجمع من مطاعم وأماكن ترفيهية وانترتينمنت للكبار والصغار، وأكيد المسابح العامة والخاصة للصيفية. فبتتخيلوا هالمكان قديش حلو بالصيف وبالشتاء؟ وطبعا ما خلصنا هون لأنه عاملين مساحات كبيرة خصيصا لمحبي ركوب الخيل وعربات ذهبية لتاخدكن جولة بالمناطق الخلابة والغابات المحيطة فيكن، يعني الهدوء والراحة النفسية أهم شيء. ხედავთ აქეთ არაბულ ენაზე ეს ქალბატონი მოუწოდებს სავიზღვისპირეთში ყველგან შეძენისგენ უძრავი ქონების და ამაზე რეაგირება არ აქვს. ის რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლის ზღვარეს, რომ საქართველოს გაკვეული საფრთხეებისგან განთავისუფლებულიყო, აი ეხა ეს საფრთხეები იქნება ამ ქვეყანაში. აი ეს არის ეროვნული ცნობიერების არქონა. ჩვენ როდესაც ჩვენი ისტორია არ ვიცით, რომ ვინ არის ჩვენი მტერი, ვინ არის მოყვარე, თუ ამერიკა, რომელსაც ეროვნება არ გააჩნია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქვეყანა, რომლის მოქალაქეები ყველა ხდება, ვინც იქ ცხოვრობს და ნაციონალური, ანუ რაღაცა წარმონაქმნი არ არის, ერი არ არსებობს ამერიკელი. ისინიც კი ფიქრობენ, რომ დაიცვან ამ მიგრანტებისგან თავი. ჩვენ მიდი უღებთ ყველაფერს და აგერ ესენი ხო აგერ მეებს კაჩებიან იქ რომ მოდით შეიძინეთო ქონებები. აგერ ნახეთ ეხლა კლუბებშიც კიდე უკვე კლუბებიც გახსნეს თავიანთი და აგერ ნახეთ რა ძიგძიგი მიდის. აი ხა ეს მიშას ბუჩქების თაობის წარმომადგენლები დასაკვდებიან აქ ალბათ სტრიპტიზიორებად და ესენი ბედნიერი ეს არის მაგათთვის ევროპა, აი ეს არის თქვენი დასავლური გზა. ესე იგი რას ელოდით, რა შეუკვეთეთ და რა მიიღეთ აგერ ფიქრობდით სხვაგან და მიიღეთ აგერ ბოდიში და სულ სხვა ტიპის ადამიანები. იმ დღეს ერთი ინდოელი გამოდიოდა ტელეეთერში და ლაპარაკობდა აი ამ თავის თანამემამულებზე მოусმინოთ ერთი წუთი. მე რომ ცანცი ხონდე რომ ჩემი ბავში ექიმი, ანუ ექიმი უნდა სწავლობა, მე რომ ცანცი ხონდე ექიმი უნდა იყო ინდოეთში უნდა ისწავლო. ხო? კი. ინდოელები რატო ჩამოდიან აქ? ის ვერ აბარებენ იქ ის მოდიან. ვინც ვერ ჩააბარა, ის მოდის, ნალიხია დარჩენილი, კაი, კრემი, ძევით, რასაც ხარისხიანი ტვინია, ის დარჩა იქ. მართლა? კი. 70,000 წლიური ადგილია. ინდოეთი აძლევს სოფლიოს 70,000 წლიური მაგარი ექიმი. და ესენი, რომელიც სამწუხაროდ ვერ ჩააბარე, მიდიან მერე სხვა ქვეყნებში. აი გულწრფელი პასუხი.
ნალექი და ჭუჭყიო და ვინც ბოდიში და გაუნა ვერ აბარებს და ბოდიშთან პრობლემები აქვს, მოდის აქაო და ჩვენ ვართ ესე იგი გადამამუშავებელი ქარხანასავით არის ჩვენი ქვეყანა. ყველა ნაგავი, ყველა ბოდიში და ესე იგი ქვეყნისგან წამოსული და მოკვეთილი ხალხი აქ უნდა იყოს. არაბი, ინდოელი, თურქი თუ რა ვინც არ ვიცი ყველა. ყველა ვინც კი დედამ დაწყევლა აქ უნდა იყოს რა. გუშინ საუბრობდით, მე გადავხედე. ჩვენ ამ ხშირად აღწერებთ და გუშინ საუბარდით. სტატისტიკას. რატო არიან ესე გამწარებულები? აი ნახეთ, მე ძალიან 94 წლიდან ვარ ამ რუსეთთან ურთიერთობის ჩართული და რასაც ახლა ვამბობ, მაგას ვამბობდი 94 წლიდან, როცა დავინახე, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდიოდა, განსაკუთრებით აფხაზეთის ომის შემდეგ. ნახეთ, 1996-2010 წელი, ვინც რუსეთზე ლაპარაკობდა, იყო დასაცინი. გამარგინალებული იყო, აი ვერ წარმოგიდგენიათ, აი არა, ეხლა ცდილობენ, მაპატიეთ მაგაში 2010-დან 2023 წლამდე, 22 წლამდე არ იმჩნევდნენ, რომ ვითომ არ არსებობენ ესენი. და აი 2021-დან აი ახლა პიკი არის გაღიზიანების. რატო? იმიტომ რომ ხვდებიან, რომ რუსეთი მოდის და დასავლეთი მიდის. აი ამის ცხოველური შიში აკეთებიებს ამათ. თორე კიდევ ვამბობ რა, 10-15 წლის წინ მე როცა ამას ვამბობდი, სუფრა იყო თუ სად იყო, დასაცინი კი არა, ნუ კარგი ახლა, აი გეყოფა სისრულელებს მორჩი ზღაპრებს უყვები. მივხვდით ის თქვა, და ანუ რეალობა დაინახეს, რომელიც არა მარგინალიზაცია ეხლაც მიდის, თქვენ რაც ამბობთ, რომ ხდებოდა იგივე პროცესები ეხლაც არის, რო იცოდეთ. ვერ უყურებთ ხალხს, გუშინ თქვენ ახსენეთ, დაძდევენ ხალხს, შეურაცხყოფას აყენებენ. არა, უყურე, არა, მაშინ არავინ არ დაგუზევდა. მაშინ უბრალოდ რომ ამას რა მოვთხოვო. აი ეხლა შეურაცხყოფა რა მიცის? შეურაცხყოფა იცის შიშმა, რომელშიც მივხვდით ის თქვა, არა, მარცვალი არის კითხვები. შიშის სინდრომი, თორე 30 წლის წინ მიშა ჟღენტმა და ჩვენმა კოლეგებმა რაც გელაპარაკა, ხახახა ხეხი იყო ბოდიში ამ თვალს. გეთანხმებით, მეც სიმართლე რო გითხრა, დიდი ხანია ამ თემებზე ვლაპარაკობ, არ ვიცი მე ხა ზოგიერთებივით წლებს ვერ ჩამოვთვლი. და არ უბრალოდ მე მახსოვს ეს და ამიტომ თქვი არავის წინ არ ვაყენებ თავს. არა, რატო ვიძახით, სამწუხაროდ ადამიანები, რომლებიც რაღაცა პროცესებში იყვნენ ჩართულები, იყვნენ ასეთი ხალხი, არაფერი არ გაუკეთებიათ და კაციშვილმა არ იცნობს, არ იცის მაგათი არსებობა რა. და უბრალოდ იყვნენ რაღაცაზე ჩამოკიდებულები და რაღაცის გამო აკეთებდნენ. მაგრამ ყველა დასაფასებელია, ვინც რაღაცას მაინც აკეთებდა და ერთი რამეა, მე ვიზიარებ თქვენ მიშა სააკაშვილის დროსაც კი არ ხდებოდა ესეთი დევნა ადამიანების ამ ნიშნით, როგორც ეხლა ხდება. იმიტომ რომ მართლაც ეთყობა რაღაცნაირად შიში აქვს იმისი, რომ უკვე გძნობენ. აი, მე ხა ვიყავი ბელორუსში, რო ვიყავი ტროსტინეცის ბანაკში, სადაც 9 მილიონი ადამიანი მოკლეს ფაშისტებმა. და როდესაც 43 წელს იგზნეს ფაშისტებმა, რომ უკვე შეიძლებოდა მათი აღსასრულის დღე დადგარიყო და მათ მოკითხავდნენ იმას, მათ რაც ჩაიდინეს იგივე ამ კონცლაგერში, აადგნენ და ის დამარხული გვამები, რომელიც იყო, მათი დაწვა დაიწყეს, რომ ანუ ის არ ყოფილიყო, არ ყოფილიყო, მაგრამ მე მაინც აღმოაჩინეს ეს ყველაფერი საშინელი რამე. და ამათმაც ეხლა შიში აქვთ რომ დადგება დრო და ეხა ესენი პირდაპირ ადამიანების დაწვაზე არ არიან გადასული, მაგრამ არიან გადასული უკვე ანგარიშწორებას. მაგრამ მალე მოგეღებათ ბოლო. თქვენ ხო არ გონიათ აი ეს სხვათა შორის კომპიუტერები, ტელეფონები ინახავენ თქვენს რაღაცებს და ყველა სათითაოდ ჩამოგივლით და კანონის წინაშე პასუხს გაგებინებთ. თითეული, აი ხო არის პოსტების გამო რომ პასუხის რაღაცა პაგებლობა დაეკისრა, ეხლა ლაშვინ უთხრა და რაღაც თითეული სიტყვის, თითეული აბზაცის, თითეული წერტილის გამო მოგეკითხებათ კაცრად ადმინისტრაციული სისხლის სამართლის კუთხით მოგეკითხებათ. მადლობა ჩვენი სტუმრები იყვნენ ბატონი გიორგი ირემაძე, ბატონი მიხეილ ჟღენტი, დღეს ჩვენი გადაცემის სოლიდარობა მშვიდობისთვის პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. მე ამით მინდა დაგემშვიდობო ძვირფას ტელემაყურებლებო, ჩვენ შევხვდებით ხვალ ტრადიციულად 9 საათზე, კარგად გრძანდებოდეთ.